ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ წელსაც კვლავ ჩვენთან ხართ. როდესაც ჩარშან სწორედ ამ სცენაზე თქვენი ინტერვიუს ჩატარების პატივი მქონდა, ყველა ამბობდა, რომ მანამდე ნამდვილად თქვენ არ გიცნობდნენ. ისინი გიცნობდნენ როგორც ფიგურას. ისინი გიცნობდნენ მხოლოდ რეპუტაციით, მაგრამ არ გიცნობდნენ როგორც ადამიანს, ან როგორც ლიდერს. როგორც ლიდერს. მადლობა რომ დაბრუნდით. და რაც მთავარია, მადლობა ყველაფრისთვის, რაც გასულ წელს გააკეთეთ. და როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, მათთვის, ვინც ელიოტ ფრიდმენის მიერ ასე კარგად გაშუქებულ თქვენ საქმიანობას ადევნებს თვალს. მაგრამ ის ახლა ამერიკაში მიდის. დიახ, ის, რასაც ჩვენ თქვენ საქმიანობას ვადევნებთ თვალს, რეალურად გასაგებს ცდებობა. კოლოკავოთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დიდი მადლობა, გმადლობთ. მოდი ჯერ ლიბანზე ვისაუბროთ. ლიბანს არასდროს ჰქონია ნამდვილი მშვიდობა ისრაელთან, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ურთიერთობა არსებობს. შეგიძლიათ ამაზე კომენტარი გააკეთოთ. ჰეზბოლამ აიღო კონტროლი, ყველაფერი შეიცვალა. ამბობენ, რომ ისრაელი ცდილობს ლიბანთან შეთანხმების მიღწევას. თქვენ რას ხედავთ? რა არის თქვენი ხედვა? რა არის შესაძლებელი? სინამდვილეში ჩვენ ლიბანთან მშვიდობის შეთანხმება 1993 წელს გავაფორმეთ. მალე ამის შემდეგ ბაშირ ჯუმაიელი მოკლეს. როცა ჩვენ ვაშინგტონში ლიბანთან ამ მოლაპარაკებებს ვიწყებდით. თხოვე რომ მეჩვენებინათ. და ვნახე, წინა მშვიდობის შეთანხმება 80-იანი წლებიდან საკმაოდ კარგი იყო სინამდვილეში. ძალიან ბევრი შესაძლებელი არ იყო. მაგრამ სიმართლე ისაა. ჩვენი პრობლემა ლიბანი არაა. ანუ შეიძლება საზღვართან მცირე უთანხმოებები გვაქვს, რაც მარტივად შეიძლება მოგვარდეს. პრობლემა რჩება ჰეზბოლასთვის, ლიბანისთვის და ისრაელისთვის. ჰეზბოლა ნომერ პირველი დაბრკოლებაა. ლიბანის მომავალი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და ისრაელის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ ეს ორმხრივი გამოწვევაა. ჩვეულებრივ ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, მე ვისმენ განცხადებებს საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ ისრაელი არ ღვევს ლიბანის სუვერენიტეტს. ეს სიმართლე არ არის. ჰეზბოლა არ ღვევს ლიბანის სუვერენიტეტს. ირანი არ ღვევს ლიბანის სუვერენიტეტს. ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა ირანის ელჩის ბეირუთიდან გაძევება. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. რადგან სიმართლე ისაა, რასაც ბევრი არ ამბობს, ლიბანი ირანის ოკუპაციის ქვეშაა. ჰეზბოლას გავლით, მაგრამ ოკუპაციის ქვეშაა. ლიბანის მიწაზე არსებობს ლიბანის არმიაზე უფრო ძლიერი არმია, რომელიც ჰეზბოლაა. და ეს არის ძირითადი პრობლემა და საერთო პრობლემა. და იმედი მაქვს, რომ იმ მოლაპარაკებების წყალობით, რომლებიც დღეს ვაშინგტონში განახდება, ჩვენ შევძლებთ ამ საერთო საფუძველზე საერთო მომავლის აშენებას. შემდგომი კითხვა ლიბანის შესახებ. მაშასენ ისრაელის სათანადოდ პასუხობს ჰეზბოლას თავდასხმებს, რომლებიც კლავენ ჩვენს ჯარისკაცებს და ზიანს აყენებენ ისრაელის სუვერენიტეტს. როცა ისრაელი პასუხობს, ისრაელი აკეთებს იმას, რაც ევალება თავისი ხალხის დასაცავად. როგორ უყურებთ ამას? რას გრძნობთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან ამბობენ, ნუ გააკეთებთ ამას. პირველ რიგში უბრალოდ რომ განუმარტო, ჩვენ მივიღეთ მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ პატივს ვცემთ მას, თუ მეორე მხარე არ დაარღვევს. მაშინ მოგვიწევს საკუთარი თავის დაცვა. ეს ნათელია. მაგრამ თითქმის ყველას კონტექსტი გამორჩა. კონტექსტი ისაა, რომ ჩვენ სრულად გამოვედით ლიბანიდან 26 წლის წინ, 2000 წელს. ეხუდ ბარაკი მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. ჩვენ გამოვედით ლურჯ ხაზამდე. უკვე 26 წელია ლიბანის ტერიტორიიდან თავდასხმების ქვეშ ვიყავით.
ამ ომის დაწყებიდან, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო ლიბანიდან, ჩვენზე უზარმაზარი რაოდენობის რაკეტები, მართვადი რაკეტები და დრონები ჩამოვარდა. ეს ჩვენ არ დაგვიწყია. ეს ჰეზბოლამ დაიწყო. და იმდენად რამდენადაც ისინი შემოგვიერთდნენ 2023 წლის 8 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ჰამასმა დაგვესხა თავს, ისინი შემოგვიერთდნენ. ასე რომ მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს სხვა ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მიიღებდა მეზობელი ტერიტორიიდან თავდასხმებს თავის მოქალაქეებზე და ჩვენც ვერ მივიღებთ ამას. თუ შეიძლება გადავიდეთ ევროკავშირზე. თქვენ ძალიან აქტიური საგარეო საქმეთა მინისტრი ხართ, დადიხართ, იღებთ სტუმრებს, იწვევთ კომუნიკაციას, აწარმოებთ და აკრიტიკებთ. ბოლო დროს თქვენ ძალიან მკაცრი პოზიცია დაიკავეთ ევროკავშირის ერთ-ერთი მთავრობისა და მათი ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ. გვითხარით, რას ფიქრობთ ევროკავშირისა და ისრაელის ურთიერთობების მომავალზე და რატომ დაიკავეთ ის მკაცრი პოზიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დააფიქსირეთ? პირველ რიგში ჩვენ გუშინ და დღეს გვქონდა ერთ-ერთი ევროკომისრის, კომისარი სვაიცერის წარმატებული ვიზიტი. ის ხმელთაშუა ზღვის რეგიონის კომისარია. და ძალიან კარგი, ღია, გულწრფელი საუბრები გქონდა მასთან. გადაწყვეტილება, რომელიც გასულ ხუთშაბათს მივიღე, ევროკავშირის წინააღმდეგ არ ყოფილა. ეს კონკრეტული კომისრის წინააღმდეგ იყო, რომელმაც თქვა, რომ ისრაელი აპარტეიდის სახელმწიფოა. და პირადად ვთხოვე მას, რომ რამე გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით ერთი კვირით ადრე. მას არ უპასუხია. და მას შეეძლო ეთქვა, მე ეს არ მithქვამს. შეეძლო ეთქვა, მე ეს არ მიგულისხმია. შეეძლო ეთქვა, მე ამ სიტყვებზე მაღლა ვდგავარ. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი ბრალდება ისრაელის წინააღმდეგ გამოითქმის, ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი დემოკრატიის, სადაც არაბი მოქალაქეები სრულ და თანასწორ უფლებებს სარგებლობენ. არ ვფიქრობ, რომ მე როგორც ამ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი შემიძლია გავჩუმდე და ვიმოქმედო ისე, თითქოს ეს ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ თქმული ლეგიტიმური რამაა, რამაა. და შესაბამისად არც ერთი არჩევანი არ მქონდა. ეს არ არის ის, რაც მე ავირჩიე. პირადად მე ყოველთვის დიალოგს ვამჯობინებ. კონკრეტულისთვის. ერთ დროს მე კარგი დიალოგი მქონდა ამ უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საკითხებში, მაგრამ ჩვენ როგორც ქვეყანამ ასევე უნდა გავავლოთ წითელი ხაზები. და კიდევ ერთი რამ მინდა გავამახვილო ყურადღება. და ეს გუშინაც თქვი შეხვედრაზე. ჩვენ დიალოგისთვის ვართ, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ სხვათა შორის, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენს მიმართ კრიტიკა იყოს, რბილად რომ ვთქვათ. მაგრამ დიალოგი არ არის. რომ მეორე მხარემ პოლიტიკური პოზიციები გვიკარნახოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი დაკავშირებულია ჩვენს. ძირითად ეროვნულ ინტერესებთან. იქ ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს ინტერესებზე და დავიცვათ ჩვენი ინტერესები. და მე მჯერა, რომ თუ ეს იქნება მიდგომა და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო გუშინდელი შეხვედრის მიდგომა, ჩვენ შეგვიძლია საერთო საფუძველი ვიპოვოთ. ჩვენ ვართ დაინტერესებულნი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის. ევროკავშირის ინტერესებში არ შედის ის, რომ ისრაელთან არ ქონდეს კარგი ურთიერთობები. მათ უკეთესი არ აქვთ მეგობრები ამ რეგიონში, რომელიც იზიარებს მათ ღირებულებებსა და ინტერესებს. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ვერ შეძლებ. ამას ვერ შეძლებ, თუ მეორე მხარის პოზიციას მიიღებ. ეს უნდა იყოს კარგი დისკუსია, გულწრფელი დისკუსია.
მაგრამ როცა საქმე ჩვენსაც ეხება, მაგალითად ერთ მაგალითს მოგცემთ. ისინი ამბობენ, რომ დასახლებები არალეგალურია. ისინი ერთადერთები არ არიან, მაგრამ ასე ამბობენ. ეს მათი შეხედულებაა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სიმართლე არ არის. და ჩვენ გვაქვს, ფიქრობ, საფუძვლიანი იურიდიული არგუმენტები, რომლებიც ბალფურის დეკლარაციიდან იწყება. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ პლანეტაზე არსებობს სხვა ერი, რომელსაც უკეთესი აქვს. უკეთესი და დოკუმენტირებული მტკიცებულებები თავისი მიწის უფლებაზე, ვიდრე ებრაელ ხალხს. მათ ამაზე უთანხმოება აქვთ ისრაელის ყველა მთავრობასთან 1967 წლიდან, რადგან ისრაელის ყველა მთავრობა 1967 წლიდან, როცა ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი მიწის ეს ნაწილი და ასევე ჩვენი დედაქალაქის ნაწილი, ჩვენი დედაქალაქის ნაწილი დედაქალაქის ნაწილი იყო. ამ უფლებისთვის, ამ ფუნდამენტური უფლებისთვის, რომ შეგვიძლია ყველგან ვიცხოვროთ. და როგორ განვახორციელოთ ეს? ეს კიდევ ერთი კითხვაა, რაზეც ჩვენს მთავრობას ყოველთვის უნდა იფიქროს. რა არის ამის განხორციელების საუკეთესო გზა? მაგრამ ეს უფლება ჩვენ გვაქვს. და არ აქვს მნიშვნელობა სხვა ერები რას გააკეთებენ. ამას ისრაელის არც ერთი მომავალი მთავრობა არ შეცვლის. და ამჟამინდელი მთავრობა გამონაკლისი არ არის. მადლობთ. ლათინურ ამერიკაზე გადავიდეთ. როგორ ხედავთ მომავალს და როგორ აფასებთ ისრაელის მხარდამჭერი კანდიდატის წარმატებულ არჩევას კოლუმბიის პრეზიდენტად? კოლუმბიის არჩეული პრეზიდენტი ისრაელის დიდი მეგობარია. და ებრაელი ხალხისაც. მე პირადად ვიცნობ მას. დაახლოებით 9 წლის წინ ბუენოს-აირესში შევხვდი. ის ასევე კარგი მოკავშირე იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ის ამჟამინდელი პრეზიდენტის სრული საპირისპიროა. ამიტომ მივიწვიე იგი იერუსალიმში, რომ ჩამოსულიყო ინაუგურაციამდე, რომელიც 7 აგვისტოს გაიმართება. და იმედი მაქვს, რომ ის ისრაელში ინაუგურაციამდე ჩამოვა. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დგავართ. ჩვენი ურთიერთობების საუკეთესო პერიოდში კოლუმბიასთან. მაგრამ სრული სურათი კიდევ უფრო დამაიმედებელია, როცა ხედავ რა მოხდა არჩევნებზე პერუში, ჰონდურასში, ჩილეში, ბოლივიაში. მე მხოლოდ გასულ წელზე ვსაუბრობ. ასევე საპარლამენტო არჩევნები არგენტინაში. გულისხმობ ცვლილება მემარჯვენე მიმართულებით მიდის. და მე ეს წელი 2026 წელი ჩემი სამინისტროსთვის ლათინური ამერიკის წლად განსაზღვრე. და ჩვენ ბევრს დავაბანდებთ ამაში. უკვე ვმუშაობთ ამაზე, მაგრამ კიდევ უფრო მეც დავაბანდებთ ჩვენი ურთიერთობების გასაძლიერებლად. და ჩვენ ამას ვაკეთებთ. იმავე ინტერესით, როგორც ჩვენი ამერიკელი მეგობრები, რომელთათვისაც დასავლეთ ნახევარსფერო კრიტიკულია მათი ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინაში. და ჩვენთვის ეს შეიძლება იყოს უზომოდ მეგობრული კონტინენტი. და მე მჯერა, რომ ასე იქნება მომდევნო წლებში. ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, უნდა მოგესალმოთ ისრაელის დემონიზაციის წინააღმდეგ დგომისთვის, მისი კარგი სახელის მსოფლიო მასშტაბით დაცვისთვის და ცილისწამების დაუშვებლობისთვის. ნაწილობრივ გჯერათ თუ არა, რომ თქვენ გისმენენ, იმიტომაც, რომ თქვენ ასევე მიმართავთ მსოფლიოს სხვადასხვა მთავრობებს. იცვევთ მათ იერუსალიმში, პირადად ხვდებით მათ, მიდიხართ მათთან და საელჩოებსა და საკონსულოებსაც გიხსნით. ამ საქმეში აუცილებლად უნდა იყო პროაქტიური. შეიძლება მთელი ჩემი დრო მხოლოდ ისრაელის წინააღმდეგ ინიციატივების დაბლოკვას დაუთმო, რას უთმო, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებ კიდეც. მაგრამ უნდა დაინახო, როგორ მიიწევ წინ ზოგიერთ მიმართულებით, თუნდაც ყველაზე რთულ დროს. თუ მე ავიღებ
ორ იმ პუნქტს თუ ავირებ, რომელიც შენ ახსენე, როდესაც სამინისტროში შევედი, იერუსალიმში 5 საელჩო ჰქონდა. დღეს 8 გვაქვს. მხოლოდ რამდენიმე თვე დამრჩა, მაგრამ ჩემი მიზანია, რომ 10 იყოს. ჩემი ვადის ბოლომდე იერუსალიმში საელჩოების რაოდენობა გავაორმაგო. უკვე ვიცი. რომელი ქვეყნები იქნებიან შემდეგი ორი? მეორეც რომ მეტი ადგილისკენ მივწვდეთ. უკვე 4 საელჩო გავხსენი. ახალი საელჩოები მოლდოვაში, ესტონეთში, ზამბიისა და ფიჯიში. შემდეგი საელჩო გაიხსნება 2 თვის განმავლობაში სლოვენიაში. ასე რომ ამ ძალიან რთულ დროსაც კი ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს ცდომას და კავშირებს და ჩვენ ბევრი ქვეყანა გვყავს. პირდაპირ რომ თქვა, არჩევანის გაკეთება მიწევს, რადგან ბევრი ქვეყანა სურს, რომ ისრაელმა საელჩოები გახსნას. და მე უნდა, რა თქმა უნდა, ყველა მთავრობა იცის, რომ რესურსები ყოველთვის შეზღუდულია. არჩევანი უნდა გააკეთო. მაგრამ მე მყავს კანდიდატები და ჩვენ გვყავს კარგი ქავს, კარგი ქვეყნები, რომლებთანაც შეგვიძლია ვიმუშაოთ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული დროა, ჩვენ ბევრ სფეროში პროგრესს ვაღწევთ. ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, ყველა მადლობას გიხდით თქვენ სამსახურისთვის, ასევე თქვენი ლიდერობისთვის. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა. ბატონო, ჩემთვის პატივია, რომ ასეთ რთულ დროს ჩემს ქვეყანას ვემსახურო.